მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის RGG Gaming-ი და დღეს ჩვენ ვამაშობთ თამაშს FC Mobiles და დღეს კიდევ დავიმატე ერთი ახალი ქარდი, რომელიც არის ფრედე ვალვერდეს ქარდი. 111 ოვერიანია, ძირითადი ოვერი 111 აქვს და ორჯერ დავრანკე. ძალიან მიხარია, რომ საკმარისი შერტ პოინტების შეგროვება შევძელი, რომ ეს ქარდი ამეღო. და სტატებითაც ძალიან ყოფილი ვარ, 136 ფეისი, 116 შუთინგი, 128 პასინგი, 133 დრიბლინგი, 129 დიფენდინგი და 123 ფიზიკალი. მეორე პოზიცია გაიხსნა, მარჯვენა ნახევარმცველი გაიხსნა. 5 ვარსკვლავი აქვს სტამინა, 3 ვარსკვლავი სკილ მოძრაობები და სუსტი ფეხის რეიტინგი აქვს 4, რაც კარგია, ცუდი არ არის. და ახლა უკვე ასე გამოიყურება ჩემი გუნდი. გადავიყვანე ისევ 4-3-3 ჰოლდინგზე. და გავყიდე კამბიასო და რამდენიმე ქარდი შევიძინე, რომ შერტ პოინტებისთვის გადამეცვალა და ამეყო ვალვერდი. გუნდიდან მომიწია, რომ მომეხსნა და ჩამებარებინა მატუიდი, ესიენი და მაკტომინეი. ისე პრინციპში ძალიან გული არ დამწყდომია, იმიტომ რომ უკვე ძალიან თუ არა დაბალოვერიანი ქარდები იყვნენ. და 100-იანის და 107-იანის მით უმეტეს დაგდება უკვე ძალიან ადვილია და ძალიან იაფიც არის მარკეტში. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ეს ქარდები გადამეცვალა და ამით ავიღე ფრედე ვალვერდე. მხოლოდ ორჯერ იმიტომ დავრანკე, რომ რატომღაც სკაუტინგ კამპი მოხსნა EA-მ. არ ვიცი რატომ ეს იყო მთავარი გზა, რომ მასქერანოები აგეღო ჩემთვის და ალბათ ყველასთვის, რომ მინდოდა რომ დღეს გამევლო 2 და 4 მატჩი მეკდებოდა და 4-მდე დავრანკავდი. ანუ 4 რანკზე მეყოლებოდა 115 ოვერზე. მაგრამ მოიხსნა, არ ვიცი რატომ. და მეტი ვერ დავრანკე. მოდი ახლა გადავიდე დაიმეჯე ივალებში. ხო, კიდევ იმის თქვა და მოვიწა, რომ ჰიტ-თუ-ჰიტში ავედი FC ჩემპიონზე. რაღაც მოსაშუალება რომ ამეყო სხვადასხვა ქარდები. გაყიდვადი ქარდი მქონდა 100-იანი პელეგრინისი, რომელიც 400 მილიონი ღირდა, მაგრამ გადავწყვიტე, რომ მაინც ჩამებარებინა შერტ პოინტებისთვის. ეს ქარდიც. ამოდროულად დავხარჯე ძალიან ბევრი, ის 400 მილიონით ფულად რო ჩავთვალოთ და ქოინებად უფრო სწორად და რაც დავხარჯე კიდევ კამბიასოდან ეს 300 მილიონი, სადღაც 700 მილიონამდე დავხარჯე. კი, და ეს ძალიან ბევრია ჩემი აზრით. და მოდი ახლა გადავიდეთ მენეჯერის რეჟიმში, ტაქტიკებს კიდევ ერთხელ გადავხედოთ. არა პესიმიზმზე იყოს. კარგია. შევიდეთ გუნდში და ასე ავაკეთოთ, მოდი. მოკლედ მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ წვრილმანებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ამაზობაში დავიწყოთ ოპონენტის ძებნა. ხო, რას ვამბობდი? წვრილმანებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგალითად რომ 2 ცენტრალური ნახევარმცველი მყავს, უნდა ზუსტად შეურჩიო პოზიცია, სწორად, რომელი იქნება მარჯვენა და რომელი მარცხენა ცენტრალური ნახევარმცველი. ამასაც აქვს დიდი მნიშვნელობა. სტატემა როგორც ხედავთ, აიწია 114-ია ნახევარდაცვა. ქოინები რომ დავხარჯე, მაგაზე ცოტა გული დამწყდა, მაგრამ აღვიდგენ ამას. ამაში კიდევ ის დამეხმარა, შერტ პოინტების შეგროვებაში დამეხმარა პლეიერ პიკები. 5000 თოკენიანი პლეიერ პიკი და ამომივიდა ორჯერ 100, ერთხელ 60 და ერთხელ 30, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯამში 300 შერტ პოინტი ამომივიდა ამ პლეიერ პიკებში. მოდით ახლა ვნახოთ როგორი იქნება. ვაუ, რა კარგი გუნდი ყავს. ძალიან კარგი გუნდი ყავს.
მაგრამ ჩემი გუნდი დარწმუნებული ვარ არაფერს არ დაასმობს. ვალვერდე ჩაერთო გარინჩა. შუტი რაიც გადააწოდა. ინტერმა ჩააწოდა უცებია ასე გააკეთა. ვალვერდე დაარყავს, არა პასი გააკეთა, ვალვერდე კი დაარყა დაუბლოკეს. შეტევაში აქტიურია ეს კარტი, რაც ძალიან მომწონს. კოული, შევჩენკო. დაცვაში ჩავიდა, ახლა ცენტრალურ მცველებთან დგას. ფრედე ვალვერდე. ძალიან მომწონს ეს. ბეკამპი დაარტყა და დონარუმამ მოიგერია. დონარუმას იმიტომ არ ვიჯერ, სიმაღლე კარგი აქვს. და ძალიან კარგ პერფორმანსებს. აი ძალიან მაგარი კარტია და აი ვერ პოულობ იდეალურ შემცვლელს ამ კარტისთვის. 1.96 სიმაღლეში. და ეს ნიშნავს, რომ ეს კარტი არის მაღალი და ამიტომ კარგი პერფორმანსი აქვს. ზამბროტა ავიდა შეტევაში. ჩემი ფულბეკები ყველა ადიან ხოლმე შეტევაში. ვალვერდე დაარტყა. არაზუსტად დაარტყა, ერთი შეხედვით მოუვიდა და ამიტომ აქტიურობს ეს კარტი, რაც ძალიან მომწონს. კოლვილი, ფელაინის კარტი ძალიან მაგარია. ფიზიკა აქვს, აი გათასარი, რაც პატარა გულიტივით აქვს სტატები ფელაინის. ასევე შემიძლია შევადარო ვალვერდეც გულით. რაითი, ვალვერდე. ნახოთ რას მოიფიქრებს ფრედე ვალვერდე. გააყოლა კვარას. კვარა დაუპასა უკან ისე ვალვერდეს. ბეილი, ბერკამპი. მოდი გადავხედოთ ჩვენ შეცვლებს. ეს შეცვლები ყოფნის საკმარისია სრულია და მატუიდი ესიანი უფრო მეტად ჭირდებოდნენ რომ შემეცვალა კინი ხოლმე და მაკტომინეით უკვე აღარავის აღარ ცვლილი. ძალიან დაძველდა ეგ კარტი და პერფორმანსი ძალიან ცუდი ჰქონდა, ამიტომაც ოპა დაცვარას იზავს ნახოთ. კარგად მოქმედებენ და გამოიტანეს ბურთი. რაით თუ მოიგებს საჰაერო ორთაბრძოლას ვერა გადააფრინდა ბურთი თავზე. ტურამმა გაუკეთა პასი ფელაინის. ფელაინი მიიწევს წინ, შევჩენკოს გადააწოდა, შევჩენკოს სახიფათოა, ლამპარდი უფრო სახიფათოა, ვალვერდე. კარგი მოქმედება დაცვაში. ფრედე ვალვერდის. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი თამაში. და 1188 შეცპოინტი მივეცი, რადგან 5% ფასდაკლება როგორც კი ტოტის ჩაპტერს დახურავდი და დავხურე ეგ ჩაპტერი მე გავიარე რევარდებში მთლიანად და ამიტომაც 5%-იანი ფასდაკლება მქონდა და ძალიან მიხარია რომ ეს კარტი ჩემს გუნდში მოხვდა. თავიდან ვაპირებდი რომ ამეღო ოდეგორი ცენტრალურ ნახევარმცველზე და გამეყიდა კამბიასო ამაზე დიდი წვალება არ დამჭირდებოდა და არც ამდენ ქოინებს არ დავხარჯავდი. და არც ამ ფეხბურთელებს არ გავუშვებდი, მაგრამ შემდეგ გადავწყვიტე რომ დეიონგი ყოფილიყო, მაგრამ მე რაც არის თქო და ვალვერდე ზე გადავწყვიტე რომ ვალვერდი ამეღო. კვარას დაარტყმა. არა, მეგობრებო, ძალიან კარგი კარტია. ძალიან კარგი კარტია კვარას კარტი. და შენია და დაარტყა. ხო, კიდე ისე გამახსენდა მიქაუტაძის კარტის გაყიდვას დამჭირდა. ხო, მეგობრებო, უბრალოდ ახლა აღარ მინდა მეტი ქოინი დავხარჯე, იმიტომ რომ უკვე ძალიან ბევრი დავხარჯე. თორემ აუცილებლად დავიბრუნებდი კარტს და ვიყიდიდი. ამასობაში მიილია მთლიანი თამაში მეჩი. ჩვენმა მეტოქემ ვერაფერი გააწყო ჩვენს წინააღმდეგ. ხო. ძალიან კაი პერფორმანსი იყო ჩემი აზრით. ვალვერდესი და მთლიანად გუნდისაც. მოდი ვნახოთ ისე ვალვერდეს რამდენი ქონდა შეფასება. ინტერნეტაც როგორც ჩანს. ჭირდა ცოტა
ყვარას ექნებოდა ყველაზე დიდი შეფასება, მაგრამ ნახოთ აბა ვალვერდეს ჰქონდა 7 და 8. ის ძალიან მაგარი შეფასებები ჰქონია. დონარუმა 7 და 8, ზამბროტა 7 და 4, დევინტერი 7 და 4, დებურნი 7 და 4, 7 და 1, გუნტერი, კინი 8 და 1, გუტი 7 და 8, ვალვერდე 7 და 8, გარინჩა 7 და 5, რაითი 7 და 9 და კვარაცხელია 8 და 3. ვა, მეგობრებო, ძალიან მაგარი შეფასებებია თლიანი გუნდისთვის. ვალვერდე კარგი იყო დაცვაშიც, დაცვითი მოქმედებები, როცა იწყებოდა და დაცვაში როცა გადადიოდა გუნდი, თავიდოდა ცენტრალურ მცველებთან დადგებოდა და დაცვაშიც ძალიან კაი კარტია. Workrate-იც დაცვის მაღალი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან დიდ ენერგიას ებს ასევე დაცვაშიც. შეტევაში ძალიან აქტიურად მიდიოდა და პასებსაც აკეთებდა. ბურთსაც ათამაშებდა, გამთამაშებელი იყო და მოკლედ ძალიან მომეწონა მე ეს ვალვერდეს კარტი, ვინც რატო ამოდა მომეწონოს, ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია. ჩემი დასაწუნი ამ კარტს არაფერი არ სჭირს. ძალიან კარგია, ასევე მინდა გავტესტო როგორ დაარტყავს შორი მანძილიდან. იმიტომ რომ თვითონ ვალვერდე ნამდვილ ცხოვრებაში როგორც ურტყავს ისე თუ ურტყავს ეს კარტიც აქვს, შეუჩერებელი გამოვა მაშინ. ხო, მეგობრებო, ეს არის. ხო, ის ინიესტას კარტიც დავრანკე. და გაუძლიერე სტატები და ასე გამოიყურება ახლა მისი სტატები 132 პეისი, 153 შუტინგი, 157 პასინგი, 155 დრიბლინგი, 84 დიფენდინგი და 85 ფიზიკალი. ძალიან კაი კარტია ესეც მომწონს. ასევე გავაძლიერე დივინტერი, ნეტა შემენახა თქო, ახლა ვფიქრობ. რომ რატო დავხარჯე დივინტერზე მასკერანოები უნდა შემენახა. რა მასკერანო დავხარჯე რომ დივინტერი ბოლომდე გამეძლიერებინა. და ნეტა შემენახა მართლა და დავრანკავდი 4-მდე. ვალვერდეს, მაგრამ არა უშავს, რაც არის. ასე გამოიყურება უკვე დივინტერის სტატები. 127 პეისი, 103 პასინგი, 122 დრიბლინგი, 190 დიფენდინგი. ეს უკვე არ არის ხუმრობა, ძალიან კარგი სტატია და 162 ფიზიკა. ფიზიკაც ძალიან მაგარია, ძალიან მომწონს. Strength-ი აქვს 185, 166 ჯამპინგი და აგრესიონი 127. ძალიან მაგარი სტატიებია, ძალიან მაგარი. აი ძალიან. სტამინა 4 აქვს, ცოტა ეს ცუდია, სიმაღლე მაგარი აქვს, ბურნსაც სიმაღლე მაგარი აქვს. მეკარე დონარუმაც სტატები ძალიან გადასარევია. ზამბროტა, გუნტერი კარგად გამოიყურებიან ძალიან შეცვლებზე, მე უკამეკანო მყავს, ინიესტა ნახევარდაცვაში, მანე შეტევაში, შნაიდერიც ნახევარდაცვაში, დუდა მჭირდა უფრო შეტევიც რო გადავწო და მიულერიც უკვე სტრაიკზე. და ძალიან ეს უკვე ეს კარტები ფერნანდეშის და დემბელესი შევიძინა, იმიტომ რომ ტრეინინგ ლეველები გადამეტანა მათზე. არ მინდა რომ ტრეინინგ ლეველები დამეკარგა. მოკლედ მეგობრებო, ეს იყო ჩვენი დღევანდელი ვიდეო. ახლა კი უნდა დაგემშვიდობო, ჩვენ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა კარგად.